ძალიან cool საათი გიკეთია, მინდა გითხრა ცოტა მშურს გავიკეთებდი მეც. მაგრამ რა არის ახლა ვითხარი? ეს არის მოკლედ რაღაცა მოწყობილობა, რომელიც 20 საათიან რეჟიმში ადგენს თუ სად ვარ მე. უბრალოდ როგორც ამიხსნეს ახალგაზრდა ვინც მე ეს ასე ვთქვათ მოწყობილობა დამიყენა სახლიდან გასვლის შემთხვევაში ანუ შედის სიგნალი რაღაც ცენტრში. შენ ახლა მოსასმენი აპარატურა დამიყენეს, აი მოგოს დააყენეს სახში სპეციალური მოწყობილობა იქ. და ამიდან რაღაც დისტანციაზე. ხო, დაზიანების შემთხვევაში გამორთქების ხელის მომაწერიეს, რომ 5000 ლარია ჯარიმა. ამის დაზიანება. ხო, აი მოწყობილობის ბატონო. ხო, და ხო, აი ეს არის მაღალი რისკია, არ მგონია. ასევე რა თქმა უნდა, ეხა წესი და რიგით ეს არ უნდა იყოს ამავე დროს მოსასმენი აპარატურა, მაგრამ ნუ რა ვთქვა, ეხა და რიგით ძალიან ბევრი რამე უნდა 99.10 დარწმუნებული ვარ, რომ ისმინება. დიახ, ასე წერია, დიახ. ნიკა რა მითხარი, იცი? მაგრამ იმ საკითხებზე საუბრის დროს, ოდესაც ალბათ მექნება სულ რომ სხვა არ გაიგოს, ახალგაზრდა დამირეკა, უბრალოდ მომწერა მითხოს არის შესაძლებლობა რომ ხელი ჩაყო წყალში, ანუ რაღაცა ჭურჭელში დააგროვო და ჩაყო. ყოფებით ყველანი, მაგრამ და შენ არა, ნიკა, მე მგონი იუმორით უნდა შევხედო ამას. იცი რა მითხარი? წესით და რიგით რომ იყოს, მე მგონი ეს შენ საერთოდ უნდა გეკეთოს, რატომ ეხლა გეტყვი, შენ ხარ პირველი ბრალდებული, ვისაც ეს უკეთია საქართველოში. ანუ აქამდე ეს ყოველთვის ეკეთათ პრობაციონერებს, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც მისჯილი აქვს. მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც დანაშაულის ჩადენა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში სასამართლომ არ დაუმტკიცა და შენ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაამტკიცებს და ამაზე ვისაუბროთ მოგვიანებით. ეს რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ნუ ნახოთ ხვალ რა ცნობას გაავრცელებენ იუსტიციის სამინისტრო და ეს მოწყობილობა არ გაუკეთებიათ. შენ აღმოჩნდი პირველი. რა ბრძოლაა შენ წინააღმდეგ? რატომ ამოგიჩენეს მაინც და მაინც შენ? იცით რა თავდაბლობის გარეშე ვიტყვი ხა რა ხან აი ამის გაკეთება დაჭირდა. ეხა ივანიშვილს ნუ ფაქტია რომ რაღაცაში აწყობს, ხო, რომ იყოს სახში. ეხა რატო აწყობს, როგორც მაყურებელმა განსაზღვროს და არ მინდა ეხა ჩემ თავზე ბევრი ვისაუბრო, მაგრამ ფაქტია, არაფრის საჭიროება არ იყო, არანაირი საჭიროება არ იყო ეს სამაჯური გაეკეთებიეთ ჩემთვის. ჩემი ღრმარწმენით ერთადერთი ახსნა აქ ამას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი მომხრეები, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა და რომელთი რიგები თხელდება, გაამხნევოს და უთხრას რომელი მომხრე პარტიის წევრებზე ამბობ თუ ხმას ვიცან? არა, პარტიის წევრები, აქტივისტები, აი მიხეილ ყაველაშვილები, არ ვიცი, იქ ვინც ყავს. ნუ დამამახსოვრდა ყაველაშვილის ზოიძეს და რამდენიმე დეპუტატის გამოსვლა იმ დროს, როდესაც პარლამენტში ვიყავი. აი განცდა მქონდა რომ აი რამდენიმე ადამიანს უბრალოდ იარაღი რო ჰქონოდა უკინა ზურგში მესროდნენ. ეხა ეს განცდა მქონდა და რაღაცას დამეუფლა ამას გადმოგცემთ. უბრალოდ გაამხნევოს ბიძინავ და უთხრას თავისი ხარდაჭერას, რომელთა რიგები მართად ხელდება დღითი დღე და არა უსაფუძვლოდ, ბევრი საფუძველი აქვს უკვე, რომ ბიზნეს ხარდაჭერებად აღიქმეოდნენ, რომ აი ბრძოლაში ვარ. აი ეს რა ბრძოლა ანახოს რომ მორალურად ანახოს რომ შენ ფიქრობ რომ აჩვენა რომ დაგამცირე ეს მე მგონია რომ ძალიან დამამცირებელი იმისთვის ვინც ეს გააკეთა სინამდვილეში ის ფიქრობს რომ მომცირეს მაგრამ გეთახმებით საპირისპირო არის ის ფიქრობს რომ მსგავსი ქმედებებით ჩვენ ბრძოლას შევანერებთან გავტეხავს ან მორალურად შეგვარყევს როგორ უნდა შეგარყიოს მორალურად, ფსიქოლოგიურად, თუნდაც პოლიტიკურად, ემოციურად ადამიანმა, რომელიც მორალურად განადგურებულია. მე პირადად მიჩნევ ივანიშვილზე? კი, მე მგონია რომ მე პირადად მეგობრებთან ნიშნავს, ხა ეგ ამბავი მორალურად განადგურებულია. თავი ბრძოლა წააგო ივანიშვილმა, საქართველოსმა. მორალური ბრძოლა. რომელი იყო თავი ბრძოლა? ჩემი ბრძოლა, ჩემთან კი არ წააგო ბრძოლა. შენთან რო წააგო, ყველამ ვიცით, საზოგადოებასთან თავი ბრძოლა ალბათ. შენთან ძალიან მარტივად გეტყვი რა, შენ დამცირების მაგივრად გამოვიდა კატასტროფა
კატასტროფული დამცირება მისი გუნდის, რომელიც გაღრმავდა მეორე დღეს ვლადიმიტი, რომ სასამართლომ საერთოდ არ მოგისაჯა, ანუ დეპუტატებმა გაგასამართლეს და სასამართლომ არა, ანუ არ გაგიშვათ ციხეში, ნუ ის 92 ადამიანი გაფარჩაკებულია ბოდიში ამ სიტყვისთვის. მერე დაამატა მინისტრები, რომლებმაც საჯაროდ შეძლო გაიკეთეს ტალახის, ისე რომ არც ერთს არ ევალებოდა და რა თქმა უნდა ეს გაგეგმილი ამბავი იყო, ასე თითო გამოყავდა და ერთი და იგივე ალაპარაკებდა. ნიკა კალაძე იმალებოდა ამ დღეების განმავლობაში. და ვერ დაიმალა. კი, დავაკვირდი და მეც ეგ დასკვნა მაქვს. ხებოდნენ რომ ყველა საღად მოაზროვნე აქ შეიძლება ვიღაცა მოწონდეს არ მოწონდეს, მაგრამ ფაქტი რაც მოხდა 20 იანვარს 21 იანვარს მანამდე რაც ხდებოდა გავლენთან დაკავშირებით და შევეხებოთ თუ მთელი ერთი კვირის განმავლობაში უნდა გავიმეოროთ ეს ხშირად რომ ყველას გავაგვირდოთ რა იყო რეალობა ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხო ბრიფინგებს ვაწყობდით სხვა ეთერებს ვიყენებდით იმისათვის რომ გაგვემთხილებია ხელისუფლება რომ გავრილოვი აპირებს ჩამოსვლას და არ შემოუშვათ მე მგონი შემდგარი ფაქტია ნიკა უკვე ეს ფაქტი არის ჯიუტი მე 20 მოყვა 21 დარბევის ამბავი და ეხა შავზე თეთრია ათქმევია როგორც თქვენ თქვით 92 დეპუტატს დაწმადდა ძალდატანებით მე მინისტრი კაბინეტი დააყენა რიგში და ალბათ არავის ისე არ გახარებია რომ მინისტრი არ არის როგორც ბატონ სერგეენკო იყო ბაჩო არა არავის არ გახარებია ის რომ მინისტრი არ არის ისე როგორც ბატონ სერგეენკოს იმიტომ რამდენიმე დრით ადრე მოხსნა ხო ივანიშვილმა თორე რო ყოფილიყო მინისტრი იმასაც აიძულებდა მაღალი ალბათობით და იმალებოდა კალაძე. ნუ ვაკვირდებოდი მე ხა ყურადღებას. იმალებოდა, ერიდებოდა, მაგრამ დღეს გამოიყვანა და აი ნუ აი არ ვიცი მე მეცხრე ხარისხში აიყვანა. რა თქმევენ მოდი ციტირება და ეს თქვა რომ რეალურად ეს არ იყო ასე თქვათ დარბევა ეს იყო მოგერიება. ხო, ანუ არც დაშლა უკვე მთლად მოგერიებაზე გადავიდა. ხო, ფიქრის გორაზე რომ დაძდებდნენ, გმირთა მომიტინგეები დაძდებდნენ, ფაქტიურად გმირთა მოედანზე რომ დაძდებდნენ, ესე იგი ეს იყო მოგერიება, ხო? ეხლა მანამდე ამბობდნენ რომ ეს იყო დაშლა და არა დარბევა. ეხლა ამბობენ ეს დარბევა იყო, მოგერიება იყო. სინამდვილეში დარბევაც არ იყო, ნადირობა იყო. კალაძე უბრალოდ ვეღახსანამ მოხვიდოდი ნიკა უყურებდი საინფორმაციო გამოშვებას და არც კონდა დღის განმავლობაში ნანახი ეს ისე ასე ვთქვათ ფრთიანი ფრაზა ეს არის ადამიანი რომელმაც მოახერხა და ყოველთვის იდგა ხალხის წინააღმდეგ 2007 წელსაც ეხა ფაქტი იყო არასასიამოვნო ხო ძალიან ძიმე სანახავი იყო ყველასთვის მათ შორის წინა ხელისუფლების წინა ხელისუფლების აღაჩენოსნებისთვის არასასიამოვნო იყო ყველასთვის ხო მოხდა დარბევა ხო 2007 წლის 7 ნოემბერს და კალაძე გამოვიდა ჩაერთო მოქმედი ფეხბურთელი იყო მახსოვს და თქვა რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ასე ვთქვათ ხალხის ძველი ემოციებიო ანუ რეალურად დააგმო, ხო? და დღესაც იგივე საკეთებს. თუმცა შედარება არ შეიძლება დღესაც იგივე გააკეთე. რატო დღეს ზადატანებით მის ასე ვთქვათ ნებას გადააბიჯა ბიზნესში, მაგრამ ვინ ვის ეკითხება იქ გარდა ივანიშვილის ხალხო. მე ყველაზე მეტად ამაზე დამწყდა გული და სიმართლე გითხრათ ამავე დროს გამიხარდა რომ ქართული ოცნების რიგებში აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი ვინც არ დაყვა ივანიშვილის არც მუქარას და არც ასე ვთქვათ ძალიან გამიგვიდა სასიამოვნოდ გამიგვიდა იმიტომ კი არა რომ ჩემს საწინააღმდეგო ღილაკს ხელი არ მიაჭერს საკმარისი ხმები იყო და მაინც გამოიშვება ციხეში ბიზნეს წინააღმდეგ ზუსტად იმიტომ რომ ნუ თხოვდნენ კითხვებიც დასვეს მე ხო ვისმენდი კომიტეტის ხტომის მიმდინარეობისას პროკურორს ეკითხებოდნენ რომ დამატებითი მტკიცებულებები თუ გააქვთ რატო არის აუცილებელი არა მაქვს მაგრამ ახლა 3 საათზე მივა ადვოკატი მელიასი პროკურატურაში და ჩვენ იქ გადავცემთო და ნუ არ გადასცემ აღმოჩნდა რომ ტყუილია ნიკა მოდი მოკლედ მითხარი საქმის ირგვლივ რაც ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენებაში ეს ერთი ადამიანი ვინ არის ვინც ამას აჩვენებს პოლიციელების ჩვენება როგორც ვიცით არის 4-1 და იგივე აბსოლუტურად ანუ ტრაფარეტული ჩვენება ერთმანეთისგან გადაწერილი კოპი-პეისტით გაკეთებული არაფერი აბსოლუტურად კომიკური არ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები თუ რა დიდი ხანია ჩვენი დაჭერა უნდა შენი განსაკუთრებით ალბათ ძალიან დიდი ხანია მაგრამ ეხლა რაღაცით ხო უნდა გაამყარო არ არსებობს უბრალოდ აღელვებულმა
მაღალ ემოციურ ფონზე წინა ღამით სანამ იქნებოდა ასე თქვა გადაწყვეტილება მიღებული რომ ახლა ჯანდაბას პროპორციულზე მოდი გადავიდეთ სისხლი დავუვარეთ და მოდი სისხლის ღრაში გამიცვალეთ პროპორციული რატომ გაცვალა და რატომ გახარია ამაზე გადავიდეთ მაგრამ სხვა რამე ჯერ საქმე დავასრულოთ და იქამდე მივიდიო რა შეიძლება ვკითხე დაუუტყა ხელი არ აინტერესებს დაუუტყა წინა ღამით ხელი რომ მელია უნდა დაიჭიროთ და ბრიფინგიც რო ჩაატარა რეალურად ეხა მომისვა ამის შემდეგ სამი ფაქტორის გამო ერთი საქმეში არაფერი რეალურად არ იყო ვიღაცეება არა რაკეთ არ მათ არ უძ მაგრამ ვიღაცეება ტექტონიკური ძვრები გამოიწვიეს ქართული ოცნების შიგნით, იმიტომ რომ ეს მეტასტაზირება წავიდა ოცნების ასე ვთქვათ. დიახ, შიგნით წავიდა, ნუ საუბარი ერთმანეთში რომ არ არის სუდგემოვნებაში აღმოჩნდებით ასე შემდეგ საუბრები. მეორე საერთაშორისო პარტნიორების ჩემი ინფორმაციით უბრალოდ რჩევები და ყველაზე მთავარი საზოგადოებრივი პოზიცია. რომელიც მის საწინააღმდეგო არის. საზოგადოებრივი პოზიცია რატო ნახე და რა თქმა უნდა არა იმ კონკრეტულ დღეს გულისხმობ ბუნებრივი ამ საქმის გარშემო იმ დღეს რო არა მედია რო არა დილი 9 საათი და საღამოს 7 საათამდე უწყვეტი ეთერი არა რომ არა შენი არჩევანი ყოფილიყავი მარტო და გეთქვა ის რაც თქვი მაინც არ გამოვიდა და ეგ შესაძლებელია ჩართულობის პირობებში ხომ არა ყველამ გაიგო ნახეთ და ჩამოაყალიბა საზოგადოებაში სწორი პოზიცია იმიტომ რომ ხა 1000 ჯერ დაუსვეს პროკურორს და 1000 ჯერ დაუსვეს არ ვიცი ანრი ოხანაშვილი და ყაველაშვილს დახვეთა რომ უნდა და ჩემი სადარი მტკიცებულებოდა იმათ რომ პირი დააგეს და არა მტკიცებულებაო გაიგო ეხა არც არის საჭირო თქვენ ნიკა მაგრამ საქმეში აი რა გითხრათ ეხა როგორც თითოეული თქვენგანი მაყურებელი აბსოლუტურად არაფრის შუაში ყოფი ამ საქმეში თქვენი სახელი და გვარი როგორც არ წერია და თქვენი ჩვენება როგორც არ არის მტკიცებულების სახით ჩემ წინააღმდეგ ისევე არ არის არაფერი ამ საქმეში არ არის აი რა წერია მის მითხარი მოკლედ არაფერი არ არის თითქოს ანუ მეორდებოდა ვარდების რევოლუცია 2 როგორ უნდა მეორდებოდა სარიალ პარლამენტში ცალკე აბსურდია რომელშიც შედიან და თუ ვერ ხვდებიან ეხლა არ დაგიკვირდეთ ნიკა ეს არის ის ხალხი რომლის მესეჯ ბოქსი რა არის რომ ვარდების რევოლუცია ცუდია არა რომ დაგმეს რეალურად ეკობა რა ჩემაშულს ეხა უგანეს და უთხრეს აი შენ რო ვერ დაარბიო სისხლი ვარ დავარი 2003-შიო აი იგივე საპირებდნენ ეხაო და ჩვენ დავუარეთ სისხლი და დაგმო გახარია სხვათა შორის და ნამდვილად უნდა ითქვას რომ კობანარჩემო ჯერ ამ ხელაცინიზმია განსხვავებულად მოიქცა ისტორიულ მომენტში პოლიტიკური დანაშაული ხახნო რიტორიკის დონეზე მაგრამ პოლიტიკური დანაშაული რომელსაც ისინი საქმეში თარგმნიან მე უდიდესი ტოლობის ნიშანი დასვეს ესე იგი სამოქალაქო ომსა და ვარდების რევოლუცია მართლის ტრაგედია ამას ეს მესიჯი სუისმის ნიკა მათგან გასაკვირი არ არის ხო შევახსენოთ რა თქვენს ხო ნიკა თქვენს რომ აი ორჯერ მოხდა გადატრიალება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება 90-იან წლებში და 2003-შიო და მესამეჯერაც აპირებდნენ და როგორც ჩანს ნუ ეს საშიშროება დაინახეს ჩვენთან მიმოქრებელს არა და რა შტურმი ხახნო ეხლა სტორმოთ სტორმზე მითხარი და მე პარლამენტის სტორმით ასე პირდაპირ ეთერში მქონდა თუ აი იმ სტანდარტით რომ ამბობ სტორმი თუ იმჯერებთ ისა სტორმოთა დარბაზი მე სტორმოთა დარბაზში მე აქცია გავმართე პირდაპირ ეთერში კოლეგებთან ერთად და სხვადასხვა ადამიანებთან და თქვი შემდეგი რომ სანამ ყობახიძე არ გადადგება რეალურად ამ დარბაზიდან მე არ გამოვარ და არც ვაპირებდი გამოსვლას, ხო? და როგორ გამოვედია, რომ გამომაგდეს რეალურად ჟურნალისტთან თამარ ბაღაშვილის ოპერატორთან ერთად და მე თამარ ბაღაშვილთან ერთად. რატო გაბრალებენ მაინც? მათ შორის საზოგადოებების ზოგიერთი წევრი ამბობს, კი ბატონო, გასაგებია, მე მზადვარ, მე პასუხს ვაგებ ხახნო. იმიტომ ჩემთვის იმ წუთას რაში შენ ცუდად მოიქცე არა მე პასუხისგებელი ერთ ტელეკომპანია ჩავერთე და პასუხისგებელი ხარ თუ არა ხარ შენ ხვედები ყოველთვის პასუხისგებელი ვარ ჩემ ხვედებებზე დიახაც მაგრამ ჩემთვის იმ შენობაზე ფრიალებდა დიახაც პუტინის დროშა დიახაც ასე იმ სიმბოლოში აღარ იყო საქართველოს ასე თქვა სულისკვეთება და 1 საათით ადრე როდესაც ყობახიძე გამოვიდა და კადნიერად თქვა ბაქოდან ჩაერთო რომ მე რა შუაში ვარო
ის პროტოკოლის სამსახურია. დავიგე, მაგრამ მიუხედავად ამისა, შტურმის მოწოდებას ეს წინაპირობები მაინც ვერ ხმის. რა თქმა უნდა, იყო შტურმის მოწოდება თუ არა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ეხლა ესენი ცდილობენ გადათარგმნონ ასეთ ჩემი მოწოდება, რომ შვიდობიანად ხელებაწეულები შევიდეთ პარლამენტის ეზოში და რა უნდა ქონდეს, გახარი არც მახსოვდა საერთოდ. მთავრობის გადაყენება მოვითხოვეთ, გახარიას გადაყენება მოვითხოვეთ, ვის კობახიძეზე იყო საუბარი. კობახიძეზე იყო ძირითადად იქ ვინც იყო, გამოდით მის გადაყენებას ვითხოვდით და 1 საათით ადრე გვამცრო აზერბაიჯანი და რომ ასეთ არ წავალ. კარგი, ნიკა, ყველაფერი გააკეთეთ თუ არა როგორც ლიდერმა, რომ წინააღმდეგობა რო დაიწყო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ეს აღკვეთილიყო. დიახ, ერთი წამი და ხაზი სანამ ამაზე პასუხს გაგცემთ. თავიდანვე იყო პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან და ახსნე ორი ბარიკადის და ორი ბარიერის, რკინის ბარიერების მიღმა. ეყენათ პირველივე წუთიდან სპეცნაზი. სადაც უნდა მდგარიყო, მოდი ასე ვთქვათ. სპეცნაზი? ხარებით? ეზო ჭიშკრის გაღმა იყო ორი ბარიერი რკინის და იმ ბარიერიზე მიღმა ყავდათ კიდე დაყენებული სპეცნაზელები. საერთოდ ის სივრცეთ, საჯარო სივრცეთ იცვლება. იქ ხა შესulis რა თეორიული შანსიც არ არის. პარლამენტის მხარეს ჭიშკრის მიღმა რო ყოფილიყო სპეცნაზელები, ეს ხო არ მოხდებოდა არაფერი. და ვერც პარლამენტში ვერ შევიდნენ და ვერავინ, ხო? ჩვეულებრივი ვითარება რო აღიღოთ, როცა არ გვინდა რომ ხალხი შევიდეს პარლამენტში. ვის რაში ჭირდებოდა შიშველი კედლები პირდაპირ და ვის რაში ჭირდება რას ვიზამდით რომ შესულიყავით. ეხლა იქ არ და იმისა კობახიძე გადადგებოდა. არა, ვერც კობახიძე ვერ ხალხის ხმა უნდა გაიგო უკეთ კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს. ხალხის ხმა. მოდი ძალიან მოკლედ მაყურებელს მიმართავ რომ სახელმწიფო გადატრიალებებს. კარგი, გასაგებია, მაგრამ ნახეთ ნიკა ერთი წუთი თეორიულად წარმოვიდგინე გასაგებია ყველაფერში ვცნობ თავ ერთი სიტყვით რომ არა ეს რა სამართლებს გახარისხიდან რომ დათვზე სანადირო ტყვიების სოლას და რბევას იმაში რა ქვია ნიკოლაძის ქუჩამდე და ვერამდე და გვირთა მოვიდამდე და დამიზნებით სახესარეში ეს ხო მათში მომისვინეთ ჩემო ძირფასო ასე თქვა საზოგადოებას მინდა მიფავ ჩემი შეფასებით ეს ადამიანები ამისთვის მზად იყვნენ ამდე თუ გვიან ესენი ამას გააკეთებდნენ ეს სიბელურე რაც ჩვენ დავინახეთ ხო ეს სიბელურე რაც ჩვენ დავინახეთ ეს ხო შემთხვევით არ მოხდა ერთ და ორ ადამიანს მიზანი შეეშალა და სახის არეში მოარტყა 38 ჟურნალისტი არის ხალხო 38 ჟურნალისტი არის ჩვენი ჟურნალისტთა დაცვის წევრი ძალიან მძიმედ დაზიანებული თავარი დაკარგა 38 ჟურნალისტი არის დაშავებული იმ დღეს აი ჟურნალისტები აპირებდნენ შტორმით აღებას ამ პარლამენტის შენობის და საერთოდ ერთი წამით ეს ყველაფერი გადავდოთ რა მოხდა თავარი ხალხო ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია დაგეგმილი რუსეთის სასოფლო სპეცსამსახურების მიერ ქართული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების ხელშეწყობით ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა გავრილოვი რატო საუბრობთ იცით რომ გავრილოვი პარლამენტის სავარძეში ჩასო ეს კი არ იყო ამბავი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძეში ჩასდა რა რიგითი ჩემს ადგილზე რო ისეს ნორმალური იყო ანუ რიგითი დეპუტატის სავარძეში რო ისე ეს ნორმალური იყო იყო დაგეგმილი რა გავრილოვის ის იქ მოხვედრა ვამბობ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ქართული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების ხელშეწყობით ბრალდება ვინ არიან ეს მაღალჩინოსნები გვარები ხომ არ აქვს ანუ ხო არ იცი შემთხვევა ეხლა სპეცსამსახურები რო ნაბიჯად გამენ ქართული ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს მე მგონი გახარიას გვარი მაგალითად რა თქმა უნდა ეხლა გახარია ალფა და ომეგა აზორ ჩუბინიძე იყო აზორ ჩუბინიძე მოქმედებდა როგორც ხალხი იცავდა გავრილოს მათ შორის პერსონალურად ჩუბინიძის სიძე აზორ ჩუბინიძე მე ერთხელ ვთქვი არასოდეს ამიხსენებია თქვი რაც პოლიტიკაში ვარ იმიტომ რომ რაღაცა სენტიმენტები ამ ადამიანის მიერ ქონდა ნუ ეხა ჩემი პედაგოგი თუ წვრთნელი იყო 5 წლის განმავლობაში კარატეში ხო 2017-დან 2002-მდე და ნუ შენ კარატეს წვრთნელი ხო შრომის თავარი ოფიცერი და ვერიდებოდი მაგრამ სანამ დავინახე რას აკეთებდა ის იქ მოქმედებდა როგორც მოიერიშე პირადი ასე თქვათ მცველი ბიძინა ივანიშვილის ხო თითით ასე თქვათ ანიშნავდა ვისთვისაც უნდა ესროლა რა
და სხვადასხვა მე კარგად მახსოვს იქ ვინ სად იყო განლაგებული იმ დარბევის ასე თქვა პირველ საწყის ეტაპზე აი საერთოდ ჩუბინიძე ხელს იშვერდა მარცხნივ ხო იქით შენ და ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი ამიტომ არ გამოვა ხალხო რა მოღალატ ეს თვით გამართლება ბიზნესში არ უშველის ხო ხო რომელიაც დამნაშავე იყო ხო რა შუაშია ხა მოდი ხო შენ დანაშაულზე გამაკეთებია რა პატარა ოდნავ ერთი წუთით ვილაპარაკებ რა სახელმწიფო ჯერ ერთი გაუგებარია საერთოდ ბიზნესიები და დეპუტატები როგორ ლაპარაკობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე იმიტომ რომ ბრალის ხო არამეზე აქმელია წარდგენილი ჯგუფურ ძალადობაზე მაგრამ სახელმწიფო ესე ნარატივი შემოდის რომ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა თან ვარდების რევოლუციას ადარებენ ან ცუდ კონტექსტში ხსენებენ ვარდების რევოლუციას და ეს ვიცით რომ დიდი ხანია ამას აკეთებენ მაგრამ კვლევებიც ვიცით სადაც საქართველოს მოსახლეობის 70% თulis რომ ეს პოზიტიური და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე ძალიან მოკლედ სახელმწიფო გადატრიალება ხდება მაშინ როდესაც გინდა შევარდნა გინდა შტურმი და ასე შემდეგ მიზნად ისახავს ხელში ჩაიგდოს სახელმწიფო ხელისუფლება სახელმწიფო ხელისუფლების ჩაგდება შეუძლებელი არის ცარიელ პარლამენტში შესულით. ორჯერ ორი არის 4. ჩაგდებული მქონდა ნიკა ის არ ვიჯექი. სტომათა დარბაზში არ ვიჯექი. შესაბამისად ვერ ვილაპარაკებთ ვერანაირ სახელმწიფო გადატრიალებაზე, მიზანიც ვერ იქნებოდა ამგვარი, რაც შეეხება შტურმს თუ აი ჯგუფურ შეჭრას, აი ამასთან დაკავშირებით მართლა მტკიცებულებები მე ჩვენებები ნანახი მაყურებლისთვის მინდოდა უბრალოდ რო აგეხსნა და არ არსებობს არავითარი მტკიცებულებები, სულ ამბობდნენ რომ აი ვიდეო მტკიცებულებებს წარმოვადგენთ ასე შემდეგ. აი არ გაგიწვეთო აზრი და გაგაგრძელებით. ხო? საერთოდ მინოვლებული იყო ძაფრი პროტესტის ტალღა აღარ იყო. სანამ არის როლეს, გეტყვი. აღარ იყო უბრალოდ ის ასე თქვათ პროტესტის ტალღა შენელდა და დააწმდა და დაშოშმიდა მართლა აღელვებული ხალხი, როცა ჩვენ მივიღეთ შეტყობინება იქ მდგომებმა, მოლაპარაკების თაობა. ბახტაძე ადამიანი რომელიც არავის აღარ ახსოვს რა ეხლა მართლა სარკეშიც აღარ ირეკლება საერთოდ მაგრამ პრემიერ-მინისტრი ასე თქვა ნომინალურად და ბატონი გახარია გთავაზობდნენ შეხვედრას ხო და მეგაფონ იქ აღარ მუშაობდა უკვე დინამიკები გაწყვეტილი იყო და მეგაფონებით იქ ლიდერებმა ცადეთ რომ აგვეხსნა საზოგადოებისთვის რომ ჩვენ შევდივართ შიგნით ამას დაჭირდა დაახლოებით 9 საათი იმიტომ რომ დიდი ნაწილი იყო უკმაყოფილო და ჩვენ აგვიგზავნეს. ვინ იყო ეს ხალხი უკაცრავად აი ვინც უკმაყოფილო იყო, ვინც იქით გაიქცა. საზოგადოება, პარტიის წევრები. არა, იქ გებინებთ 80% ეს ყო პარტიებს იქ ხალხი არ მოუყვანია, რა თქმა უნდა პარტიის წევრები მოვიდნენ ისევე ასე თქვათ, როგორც რიგითი მოქალაქე თუ გაიგეს რა ხდება დილიდან, ისევე როგორც ბიოლოგი და ბოტანიკოსი მოვიდა და კარდიოლოგი მოვიდა და თერაპევტი, ხო? და სტუდენტი და ყველა ასე თქვათ თაობის წარმომადგენელი ადამიანი შეიყო, მაგრამ იქ ორგანიზებული ასე თქვათ თავშეყრა არ იყო და ანუ არ გეცნობოდა ეს ადამიანები. დიდი ნაწილი არა, ხო, დიდი ნაწილი არა. იმიტომ რომ ხშირად ახლა დავდივართ პრაქტიკულად აქტიური. კაი, მე ამის შემდეგ 9 საათი მინიმუმ დავჭირდა რომ ამ ჩვენს ასე ვთქვათ თანაპროტესტებს გაიგოთ რომ შევიდეთ მივედით გიგი უგულავა გრიგოლ ვაშაძე და მე სპეცნაზის პირველ წრევამდე დავდექით ველოდებოდით იქ შედგა საუბარი სპეცნაზის ასე ვთქვათ წარმომადგენლებთან რომ გადაეცით უკან რომ არ ვდგავართ ახლა ბუნებრივად ხედავდნენ რომ გაეხსნა კორიდორი და შევეშვით აი ამ მოლოდინში ვარ დაახლოებით 10 წუთი დგავართ არაფერი არ ხდება გეცით არაფერი არ ხდება არანაირი ხმაური არანაირი მით უმეტეს რაღაც აყალმაყალი სრული სიჩუმეა იმედ რამდენად შეიძლებოდა არის მოლოდინი რომ ჩვენ შევალთ და მოულოდნელად რაღაცა მოძრაობები დავინახეთ ამ წკრივებს შორის და ვიკითხეთ რა ხდება თქო და პირველ სპეციალიზებას ვკითხე რა ხდება თქო და არამის არ როტაცია გვაქვს და ვიფიქრე ესენი დაიღალნენ რაც ასაკეთებენ ხოლმე და ახალი ენაცვება და როტაცია კი ახდებოდა ნიღბებს იკეთებდნენ ეს დავინახეთ ნიღბები გაიკეთეს და მეოთხე თუ მეხუთე წკრივიდან რიგიდან ისროლეს აი ცელსადენი გაზი გზის ნაწილზე 3 თუ 4 და იმას მიაყოლეს ყველაფერი იმას მიაყოლეს ყველაფერი ასე დაიწყო არანაირი მოლაპარაკება არანაირი ეხა
რატო ისროლეს? ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ გველოდებოდით? ფიქრობ, რომ პროვოცირება ამ შედეგის ქართულ ოცნებაში ნიკა მარჯვენა ხელმა მართლა არ იცის რას აკეთებს მარცხენა. ჩვენ მართლა ხوار გონია ესენი ხარიან ხელისუფლებაში. როგორი აი დავხვევით მეტაფორულად რო გითხრათ. აი პატარა არასრულწლოვანი ბავშვი რო მამას მაშინ და სამსახურიდან მოვა და დასაძინება წავა მანქანას რომ მოპარავს და ამ მანქანით რო კატაობს მაღალი სიჩქარით ქალაქში, ხო? დილამდე სანამ საწვავი ეყოფა. აი ასე იქცევა ქართული ოცნება და დაგინთავდებათ ხახო ისაწვავი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გინთავდებათ უკვე წითელს გინთებთ, იმიტომ შეუძლებელია. მაგრამ 7 მილიარდიანი ქონება არა იმ მილიარდი რა ეთქობა. ეხლა ვინ უფრო დიდარი არის? ბიძინა ივანიშვილი უფრო დიდარი არის, მათ შორის თანხობრივად? თუ ის ხალხი, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას. შუზე თქვენ სხვათა შორის დაწერეს ძალიან საინტერესო რამე, რომ აი ამ დარბევის მერეო მისი ფულიო გაბონდა, კუპონებად გადაიქცა. მყიდველობით უნარიანობა დაკარგა, აი აღარავის აღარ უნდა მასთან მეგობრობა. კაი, შემდეგი შეკითხვა მაქვს, რატომ იდგნენ აი ეს რობოკოპები ხალხის პირისპირ, ანუ პირდაპირ, ანუ ყოველგვარი დისტანციის გარეშე. რატომ არ იყვნენ პარლამენტის შენობის შიგნით ღობის გადაღმა? თუ იცავდნენ პარლამენტს, რატომ იყვნენ შიგნით? არ ყოფილა ეს აქცია. არა, ერთი წამით, როგორც ხდება, მაყურებელსაც აუხსნათ, როცა იცავ შენობას, ხან შიგნით და შემოსულ ადამიანს აპატიმრებს. ძალიან მარტივია. თუ მეტეს, როდესაც უზარმაზარი ღობია, უზარმაზარი რკინის ჭიშკარია და პრაქტიკულად წარმოუდგენელია იქ შესვლა. მაგრამ დადგნენ წინ სამრიგად და აი ესე ვთქვათ, ძალიან გაღიზიანებულ ბრბოს დაუდგენ პირისპირ დისტანციის გარეშე. არა, ხალხს დაუდგენ. ნუ რა მშობა გინცი. არა, გაღიზიანებულ სამართლია, გაღიზიანებულ ხალხს. რამდენი ჩაგვიტარებია სხვადასხვა ტიპის აქციები. არასოდეს არც ერთ წესია დაწერილი ქართული ოცნება ხელისუფლებაში რაც არის. არა ერთხელ საფრთხეობრივი უნდა დადგენ, როცა შიგნით 30-ია 40,000-იანი აქცია ჩაგვიტარებია ხო მახსოვს ეხლა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას და არც ერთხელ არ მინახავს მე იქ სპეცნაზელი ფარით. აქ რატომ მოხდა ეს ამბავი? ან შიშმა შეიპყრო, ეთქობა რატო ყავდა მეორე დღეს სახში სპეცნაზი აყვანილი? მეორე დღეს არა, დღემდე ყავს. ხო, ნუ რატო ყავდა უკვე მთელი საქართველოს ლამი შეიარაღებული ძალები კერძო შიში ცხოვრობს. ახლა როგორ არის, იცით, აი იცის ბიძინა ივანიშვილმა რომ მიქარა. აი მოდით ეხლა ბავგა შენ შეგიძლია არა მიქარა ის არის შეშინებული და ამიტომ არის ერთობა მნიშვნელოვანი ეხლა რომ ამ ძალმომრეობაზე ჩვენ ასე ვთქვათ გამარჯვება მოვიპოვოთ და გამოვიპოვებთ ეს თავისუფლების ასე ვთქვათ ჟინი მოპოვების არის მართლაც აი ზურთამსხმელი ძლიერი ამას ვერაფერი ვერ დაამარცხებს მაგრამ დაახლოებით აი იმ ადამიანს გავს ბიძინა ივანიშვილი ხო ახლა სუსტ რომ მოერეოდა სკოლის მოწაფე არის თავის თანაკლასეს და სინამდვილეში რა ხდებოდა მეორე დღეს ვინც მოერეოდა ის უფრო ნერვიულობდა იმიტომ რომ სულში არ უნდა ჩააფუთო და არ უნდა დაჩაგოს შენ ფიქრობ რომ მაგაზე ნერვიულობს ნერვიულობს არის ეს რა გააკეთა რა თქმა უნდა ეხა არავის არ შეჩინე რუსთაველის გამზირზე სისხლი როცა დაღვრილა ხელისუფლება შეცვლილა. ამას უკვე ვერაფერი ვერ უშოლის და ხახნო დააფიქრეთ რას ამბობთ ქართულ ოცნებას მიმართ. არ ვიცი ვინ ხავთ ეხა ლაშან ნაცუშვილი ხავთ და ნინი ჩემი ასე თქვა ჩვენი სახე ნიკოლალიშვილი მე მგონი და რამიშვილები კიდე. თქვენ ამბობთ რომ არ არის ძლიერი შემოქმედება. ხო არა თუ ეს ნაციონალური მოძრაობა გიწყობთ ამათ რასაც გიწყობთ და ამ მდგომარეობაში ასე თქვა ჩაგაგდეთ ესე იგი ძალიან ცუდად საკუთრ საქმე. და თუ ჩვენ დაფიქრდით აბა და თუ ჩვენ არა ვართ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო ძიმეთ აგავთ საქმე ხახნო ეს არის ეროვნული პროტესტი ეროვნული ღირსების დასაცავად და აღარ მუშაობს ყავლი აუვიდა ხო ერთი და იგივე იწილობს რომ ის პარტიული ასე პოლიტიკა აღარ მუშაობს დავინახეთ ხო თაობები გაერთიანდა მამა ჩემი ეხა აი აქ როზის ნიკა 72 წლის კაცი ეხა აქციაზე ბოლოს მე მგონი იყო 2012 წლის არ ვიცი რა ბიძინა ივანიშვილი რო ჩავიდა ზუგდიდში როგორც წარმოშობით ზუგდიდელი ჩავიდა იმაში ხო იმის შემდეგ აქციაზე იმის შემდეგ ეხა პრაქტიკულად ხო ეხა ზღვა ხალხი მოვიდა სამსახურებიდან წამოვიდნენ და დადგნენ იმიტომ რომ დაინახეს
იმ პარლამენტის შენობაში ვინმე გავრილოვი კი არა, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი პუტინი. ეს ოპერაცია იყო, ამაზე დიდი, ასე თქვა, სულში ჩაფურთხება მაპატიეთ რა საზოგადოება. რა უნდა იყოს? შენი აზრით, ნიკა? ბატონო, ივანიშვილის ოპერაცია იყო? რა თქმა უნდა. და ივანიშვილის ოპერაცია უკვე ძალდატანებით ჩათრეულია იმ ასე თქვა იმ ასპექტებში ამ ოპერაციას, სადაც შეიძლება არც უნდოდეს. მაგალითად, ეხა გავრილოვის განცხადება შემთხვევით არ არის. აკეთებდნენ იმას მოსკოვში. თუ რა შეიძლება თვითონ ასრულებენ. და ესენი ასრულებენ, იმიტომ რომ ეხა უნდა დაანახოს ივანიშვილმა, იმიტომ რომ იქ ნახეთ ეხა იქ პუტინი როგორ ნერვიულობს ივანიშვილთან მიმართებაში ისგავს, ანუ ტესტავს რა, ისევ ჩემი ხარ? მოიცა, აი პუტინის ნერვიულობა ივანიშვილთან მიმართებაში ხო არ გამოიხატება იმაში, რომ გახარიას მოხსნის შესაძლებლობას არ აძლევს. იგი ბატონო. აი მოდი გამიხილოთ გახარიას რატო ახსნის. მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ ამაში. რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი აი ამ ნაწილში საკუთარ გადაწყვეტილებას მიღება არ მიღებაში. გახარია ფაქტობრივად რუსეთის და ბეჭედ დასმული თანამდებობის პირია, როგორც ხო ვარ დიკონადიბაიძე მაგალითად. კი ბატონო, კი, რა თქმა უნდა. ეჭვი არ მეპარება ამაში და ამისი მტკიცებულებები ბაშორის თქვენ ეთერში არაერთი გესმის რას ნიშნავს? უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. ეხლა მელია ნიკა დადის სამაჯური თუ დაადგინონ ჩემი ადგილმდებარეობა და უამრავი რუსეთის ჯაშუში ამ ქვეყანაში ისე სეინობს როგორც დაგიბარებიათ და არც ერთი არ ყავთ გამოვლენილი. აი მარტო ამაზე დაფიქრდით, აბა ნიკა მელიას ოპოზიციური პარტიის ასე თქვა წარმომადგენელს თქვენთან მებრძოლ ადამიანს ამასადეთ ხელბორკს დავადგინოთ მე სადავდივარ ხო იმე დევრიშაძეები რო ყავთ და ფინანსებში თავდაცვის სამინისტროში პრაქტიკულად ყველა შესყიდვა რომ გაამარჯვებიათ შესყიდვაში ოფიციალურ ჯაშურს ტრისტან წითელაშვილს არ ეხლა დაწერა რომ ამ ქვეყანაში ტრისტან წითელაშვილი იარაღით დადის და მე უნდა ვიარო ამ სამაჯური და მე კი არ დამამცირებ ხახდო ამით კიდევ ერთხელ ხდება ილუსტრაცია თორე ეხლა ბიზნესმენში ვერ ხდება რომ სისულელი გააკეთა და ამით მან ხო პოლიტიკურად ვერ გაიმარჯვა შორშედი შენთან მიმართებით ნახეთ აქედან საზოგადოება აგდებს იმ მდგომარეობაში იმ მდგომარეობაში რომელიც დაიმსახურა ბიზნესმენში და იქიდან ასე თქვა მისი მეგობარი პუტინი თხოვს იმიტომ რომ ვალდებულება აქვს იმ ადამიანის მიმართ. კარგით, ეხლა ბავშვები ხო არა ვართ, ხახნო, ერთ ფურნეს ვერ გაყიდი მოსკოვში, თუ ის რა ქვია, რუსეთის სპეცსამსახურებთან არ ხარ, ასე თქვა დაკავშირებული. ეხლა ვინ გაყიდა ეს? მილიარდები ქონდა ამ ადამიანს მოსკოვში, ხო? ივანიშვილს, მილიარდები. და ჩამოდი გავყიდიო, ეხლა საბავშვო ბაღში ხო არა ვართ, ხახნო რა. აბა ერთ დავფიქრეთ. ეხლა იმპერიალისტური სახელმწიფო პუტინის ხელმძღვანელობით იქ რაღაცა ბიზნესა ივანიშვილს დღემდე მრავალ მილიონიანი ბიზნესები აქვს და ქონდა მილიარდები ყველაზე ასე თქვა არ ერთადერთი კერძო აქციონერია გაზპრომში ხო ასე შემდეგ და აგზის ხელმძღვანელად ხო ქართული ოცნების და რასაც უნდა აკეთებს არა საინტერესოა და ისა ბიზნესა იმისაა პუტინი არაფერში უყურეს ეუბნება რომ შენ იშოვე აქ ფული იქ შენ ჩადი და მე მებრძოლე შენ აქ იშოვე მოსკოვში შენ აქ იშოვე კი იმაში რა ქვია მე არ ვიცი იაროსლავში ტონსკში ომსკში და შვება გახარია რომელსაც ბიზნესი რა თქმა უნდა ეხლა კარგით ხახტო მე ვინ ჩემი ასე თქვა რა არ მინდა რა თქვა ჩემს ეთერში ზვიად არა ფეხები მინდოდა მე თქვა ფეხზე ბადებდნენ კი კაცო კიდურზე არ არის პრობლემა თავისუფალი ეთერია არა 99 წლის 9 აპრილს არ ვიცი სახლიდან არ უშვებდნენ რამდენიმე დღე მაშინდელი კომპარტიის პროპაგანდა რომ ლიდერებმა დაღვარეს სისხლიო და რო არა ლიდერების მოწოდებაო ხო ისიც არ დაიგურებოდა როგორ არ მოусმინეს პატრიარქს ეს და გვახსოვს პატრიარქი საუბრობდაო და პატრიარქმა მოუწოდა 9 აპრილს გვახსოვს პასუხით გვახსოვს რას უთხრეს პატრიარქს ხო 9 აპრილს და გვახსოვს გმირები რომლებმაც პირდაპირ თქვათ ნიკა მოუტანეს საქართველოს დამოუკიდებლობა არა მე მინდა გავიხსენო სწორედ იმითი რომ არ შეშინდა ირაკლი წერეთელს მაგალითად ირაკლი წერეთელს 99 წლის 9 აპრილს რაშიზდებდნენ ბრალს რომ როგორ გაბედეო შენ და პატრიარქი როდესაც ხალხსო მოუწოდებდაო დაშლისკენო შენო ერისკაციო ასე თქვა სასულიერო პირს პატრიარქს
როგორ აწყვეტინებდი ხო ბოდიში, მაგრამ ირაკლი წერეთელმა და მისნაირებმა მოუტანეს ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა და არა პატრიარქმა. არა, ამას ვამბობ. საქართველოს ეკლესიამ ეხა უნდა ითქვას ეგრეა. მაშინდელი კომპარტია წამოდიო იმდენადაც აშავებდა რომ პატრიარქს როგორ შეაწყვეტიო ირაკლი წერეთელმა ასე თქვა თავისი სიტყვაო ირაკლი წერეთელი არის ჩასაქოლიო რო არა ირაკლი წერეთელიო მახსოვს იგივე ზუიად რო არა ის ლიდერები ხასო რო არა ის ლიდერები მათ შორის ირაკლი წერეთელი დღეს ანიფრიალებდა საქართველოს დროშა ან არიფრიალებდა არც ერთ შემთხვევაში პატრიარქის პატრიარქის და ეკლესიის მიმართ ჩვენ დიდათ არ გვახსოვს მათი როლი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში ეროვნულმა მოძრაობამ მაშინდელი მათ შორის გადაწყვეტილებით საქართველოს რა გადაწყვეტილება ჩემს მიმართ ნებისმიერი ასე თქვა იმ 100,000-ობით ადამიანის მიმართ არ უნდა მიიღონ ვინც წრფელად არის ამ ბრძოლაში ჩართული ხახნო აი მომკალით და ზუსტად ვიცი რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ რა აი ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ რა აგერ არის შეგონი არც ფშია არც მწყურია დღემდე ოჯახის მაყოფაზე ვარ და ქვეყნის მოსახლეობის ნეტა 2% ხონდეს იმის შესაძლებლობა რა შესაძლებლობა ჩემ ოჯახს აქვს ხო მე ხელისუფლების წევრი არასოდეს არ ყოფილვარ და ყოველთვის პოლიტიკაში რაც ვარ ოპოზიციური პლატფორმიდან ხო მე სახელმწიფო დაგნიშნა პირველად ეგეც ხო მაგერზე ვარ აი როცა საჯარო მოხელე 2008 წელს იუსტიციის სამინისტროში როცა ასე თქვა მაგრამ არა პოლიტიკოსად რა თქმა უნდა საჯარო რიგითი საჯარო მოხელე ვიყავი ნიკა გორამია იყო მაშინ იუსტიციის მინისტრი ხო მართლა მჯერა ნიკა აი რა ჯერა შეუძლებელია დავიღლებოდი მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გაქვს და შეგიძლიათ თავისუფლად იცხოვრო დამოდი ასე ვთქვათ რა ოცნების პირობებშიც იყო იმ თანამდებობაზე რომელიც პრინციპში შენთვის სასურველებდა რომ ანჟელია ეხა სადაც ანრიო ხანაშვილია ადგილს გამომინახავდნენ ხო მე ეხა მაგრამ მიუხედავად ამისა მეუბნები რომ მაინც იბრძვი რა რისთვის იმიტომ რომ რა არის ეს ისტორიის სწორხარეს დგომა რა არის რას ნიშნავს ისტორიის სწორხარეს დგომა არის ის რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ჯერ არის კვლავ ძალიან მყიფე ხო ვის რუსებს ებრძვიან ნუ რუსებს მყიფე მათ შორის დიახაც იმიტომ ჩემთვის ქართული ოცნება არის საოკუპაციო რეჟიმი არის იმ ყველაფრის შემდეგ რაც იკადრეს და გვაკადრეს ჩვენ პარლამენტის შენობაში გავრილოვის სახით ხო ეს არის ჩემთვის საოკუპაციო რეჟიმი მე ვერ გავძლებდი ფიზიკურად ამშვიდ წლის განმავლობაში ამისი რო არ მჯეროდეს და ამისა წმენა რო არ მქონდეს ვერ გავძლებდი ელემენტარულად ეხა დაბადების დღეზე გეზარება და ებაში რა ქვია დასასვენებლად წასვლა გეზარება ადამიანს ერთი და იგივე საქმის გეთება 7 წლის განმავლობაში ხო როცა ვერ გავძლებდით ეს 100,000-ობით ადამიანი რატო ვერ გაგვანადგურეს ამ 100,000-ობით ადამიანის ასე ვთქვათ წყალობით არის დღეს შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა ხო ვინმეს თუ გონია რომ თავდაცვის სამინისტროში სტრატეგიულ ასე ვთქვათ სამინისტროებში ქართული ინტერესი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი ასე ვთქვათ ტარდება ეს არის ტყუილი ხალხო ისე შეირნობენ თავრობის კანცელარიაში თავდაცვის სამინისტროში კონდაზვერვაში დაზვერვაში რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები როგორც ახლა ვარ მე აქ სახლში ვერაზე ბელინსკის ქუჩაზე რა აი ნიკა ჭოველიძის ქუჩაზე რამდენიმე კითხვა მაქვს კიდე აი ჭოველიძის ქუჩაზე ვარ ახლა აი ჭოველიძის გამოსვლა ერთ-ერთი დაღუპული 9 აპრილს ხო და რისთვის დაიღუპნენ ხო იმიტომ რომ რისთვის შეწირეს დღესაც იგივე ხუსვებს შენობის ამბავი აბა ზოგადად ეს ბრძოლა არის ხო უბრალოდ ჩვენ თანამედროვეები ვართ და ჯერ ცოცხლები ვართ ხო და ვეხებით ერთმანეთს და ნიკა ხარ გვარამია და ნიკა ვარ მელია და 100,000-ობით ადამიანია და ხო მაგრამ აბა ცოტა გადავახვიოთ წინ და მე გადმოვახვიოთ უკან ისტორიული პერსპექტივიდან უკან გადმოვახვიოთ ეს ამბავია ეხლა არც მალავს მე სახში ვარ 2 დღე ნიკა 2 დღე რამდენიხანია სახში ვარ და პრაქტიკულად ყველა ახს უყურებ ეხლა ენკი ბენკისაც კი უყურებ გადახვევით რუსეთის იმედი მაქვს შვილი რუსეთის პოლიტიკურ ток-შოუებს ვუყურებ ესე იგი რა ვნახე პერიოდში ხო რომელიც ესეც რა თქმა უნდა ნაწილი არის იმ სპეცოპერაციის რო ტვინის გამორეცვა მოხდეს ხო ყველა ერთი და იგივე მესეჯ ბოქსი და კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმიტომ რომ მე ვერტე ხო არის ეხლა ჩვეულებრივ კრემლი საუბრობენ შემდეგს რომ ცირე ჯგუფი
რომელიც არის დასავლური ღირებულებების ასე ვთქვათ გამტარებელი და არ ვიცი მე ასე მოტრფიალე შვენიერი დახასიათება დიახაც მცირე ჯგუფი ჩვენ ვაწყობთ იმას რასაც ვაწყობთ ამ დღეების განმავლობაში დანარჩენი და ეს ზუსტად მახსოვს 75% არის რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის ასე ვთქვათ მომხრე სადათვალეს ყველა კვლევას მეგობრობის თუ არის რეალურად ის საინტერესოა ამას უდესაც ამბობთ წამოვიდგინეთ ესე იგი ამას ამბობს კრემლის პროპაგანდული ყველა არხი ნიკა მოდი და დავწმუნდი რომ გავრილოვი იყო რაღაცა ერთ-ერთი ბოლო მომაკვდინებელი სპეცოპერაცია ტესტი მოდი მე მოგიყვები როგორ ხედავ ამას ყველაფერს მოკლედ ივანიშვილის რა თქმა უნდა გამტარობით პუტინმა გაგვტესტა ბოლო გვაჩვენა ბოლო ანუ ყველაზე უფრო მეტად შეგვიჩხიკინა ასე ვთქვათ და საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან მოგმართა პირდაპირ ოკუპანტმა, პირდაპირ მნიშვნელობით ოკუპანტმა, ხო, პიროვნულადაც ოკუპანტმა, ვინც იბრძოდა აფხაზეთში და რუსეთში ქართველების წინააღმდეგ. ამაზე ქართული საზოგადოების რეაქცია იყო მისთვის კატეგორიულად მიუღებელი და შესაბამისად ივანიშვილზე შეექმნა წარმოადგენა, რომ მან ვერ შეასრულა ის მისია, რომელიც მას ჰქონდა. ანუ ქართველებს ეს უნდა გაეტარებიათ წესით და რიგით, ხო? ალბათ ივანიშვილის დაპირებით და პუტინის სურვილით. ამის მერე მიდის უკვე დასჯა, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმის, თუ ქართველი ხალხის თუ რა ვიცი ორივესი, ემბარგოები და კიდევ გაგრძელების დაპირება, ხო, ფრენის შეჩერება, ტურიზმის გაჩერება და ნუ კიდევ ბევრი რამ, რასაც გვირდებიან როგორც ამბობენ. აი ამ რაკურსით რო შევხედოთ, ივანიშვილი წესით უკვე პუტინთან მიმართებითაც არ უნდა იყოს კარგ დღეში, ანუ ამ პატრონთანაც პრობლემები უნდა გქონდეს. სერიოზული მასთან აქვს გამოსტები ჩასაბარებელი. საშემოდგომო გამოყვა. ივანიშვილს საშემოდგომო გამოყვა პუტინთან ეხა. და დიახ ესაა. კარგი. ნიკა, სხვა რაღაცებზეც გადავიდეთ. გახარია ვერ დათმო, მაგრამ ასე ვთქვათ, შეთავაზა საზოგადოებას პროპორციული სისტემა. ოღონდ იმ დათქმით, რომ იქნება ნულოვანი ბარიერი და ბლოკები აიკრძალება. როგორ უყურებ შენ? კი, სამაგოდ უბრალოდ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო ძალიან მოკლედ. ახლა ელემენტარულს არ ეკითხება ბიზინა ივანიშვილი თავის გუნდის წევრებს ელემენტარულს. ახლა აი ღილაკი, იმიტომ უნდა მიაჭირო რომ მე მინდა ესე უმნება. და იმას შეუთანხმებს ახლა როგორი იყო საგარეო პოლიტიკური კურსი ხა ხო? აი მე რომ მიმართავ ახლა ქართულ ცნებაში რამდენიმე ასე დეპუტატი არის, რომელსაც საშინლადერიდება იმის წარმოქმნა, რომ ისინი შეიძლება იქცნენ პრორუსულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გუნდად და რაღაცა სიზულებით იმართებოდა. ვინ კითხავთ რა ხო? ორთქალაში იზრზის ბიზინა ივანიშვილი და თქვენ ხართ ამ მატარებლის შემადგენლობის ბოლო ვაგონშიც არა ხართ აი ესე ხართ მოდი რუსულად რა თქვა პასაჟირები კი პასაჟირებიც არ არიან ხართ ნო კიბერზე არიან აი ხო გინახთ უკრაინას შემთხვევები და ან ჩამოაგდეს როცა უნდა ჩამოაგდეს ბიზი ვინ რას ეკითხება ეხა იმას კითხავს რომელიმე ვიცე-სპიკერს არჩილ თავაკვაძეს კითხავს ეხა ისა უჩა მამაცაშვილი რამე შეიძლება კითხო ისე არჩილ თავაკვაძეს ანუ რამ შეიძლება კითხო ისე არჩილ თავაკვაძეს არ ვიცი არჩილ თავაკვაძეც ეხა ხო იცით აი დაუძახეს 90-იან წლებში ერთი მაგალითი მინდა 90-იან წლებში ინტერესიანი ხო პოლიტიკოსების გარდა ყველაფერი რეალურად კრიმინალური მენტალობის ადამიანები ნუ ის რა არც ზოგიერთი არც კრიმინალური არა პოლიტიკურადაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც მორალურადაც და ისეთივე ასე ვთქვათ დეკრიმინალურადაც როგორთაც მოვაქვთ ხოლმე თავი გაგებითაც, აი ყველანაირი გაგებითაც საოცრება გააკეთებია ბიზნესში. მაგალითად რომ თუ ვერ მოდიხარ სამწვალდეს შენთან წამოვიღებ თუ აგერ დაწერა და თუ იმედო რაღაცებს გელაპარაკებიან ადამიანები. მოგითხრა და თუ იმედოს და რა მინდა თქვა ნიკა კრიმინალური გაგებითაც, იმიტომ რომ ასეთები ხართ ხალხო. ხართ არასწორები, პოლიტიკურადაც, მორალურადაც, ზნეობრივადაც. თავაკვაძეს რა გაუკეთეს ახლა იცით? აბა 90-იან წლებში, როდესაც ძარცვა, ყაჩაღობა სპორადული კი არ იყო, აქა-იქი არ ხდებოდა. აი ეს პროზაული იყო, ნორმა იყო, ყოველ ფეხზე ფეხსაცმელებს ხდიდნენ და შავ ჯინსებს ხდიდნენ და კამრებს ხდიდნენ და მანქანას ვერ გააჩერებდი გარეთ. და როგორი გაგება იყო მაგალითად თაწმინდაზე, ხა აგიხსნით მე ასე ვთქვათ, მე და შენ თუ ვიყო, ორი ბიჭი თუ იყო, ორი მოკრიმინალო ელემენტი ქუჩაში და გააჩერებული მანქანას დაინახავდნენ და დააპირებდნენ გატეხვას და მოპარვას მაგნიტოფონის, ხო?
ამ ორს უნდა ემოქმედა და მათი კრიმინალური გაგებით მესამე ადამიანისთვის დაძახება მეგობრისთვის ვინც სახში იყო მიუღებელი ამას ეძახდნენ რომ სროგზე არ დაუძახოთო აი რატო ყვები ამას რატო ყვები და თალაკვაძეს დაუძახეს ეხა რეალურად სროგზე აბა სად დაუძახეს ხახნო თალაკვაძეს ნიშნავს თალაკვაძე ზგონია რომ ეხა პარლამენტის თავმჯდომარეა და რეალურად ხუფი გაუკეთეს თავზე ეხა უნდა არ უნდა ისტორიას დარჩება სადღაცა იქ 99 გვერდის ბოლო ასე თქვა აბზაცში მაინც რომ ამ დროს როცა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ილახებოდა ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა ამას პარლამენტის თავმჯდომარე იყო ბატონი თალაკვაძე ხო ისტორიას მის ლექსები არ დარჩება ეგ ფაქტი უფრო არა ხო და ნიკა როგორ შეიძლება სიამოვნებდა საერთოდ რიგით იმას ვერ პოულობენ ადამიანს ვინც სიაში ჩაეწერება ქართულ ოცნებას არავის მათთან სათობეზე გაკარება რა ვიცით გაკარება რა ვიცით და ხომ ცხოვრობთ ამ საზოგადოებაში ხო ტოქსიკურები გახდნენ იმიტომ რომ ბევრისთვის ესენი არიან ადრე ბევრს ჰქონდა ჭმუნვები როდესაც ვამბობდით რომ პრორუსულად გაწყობილები არიან ახლა არ თქვა რა არ გინდა უნაროები არიან ახლა ნუ დაუძახენ პრორუსებს ასეთები არიან როდესაც სახელმწიფოს საწინააღმდეგო ინტერესებს ატარებ ეს არის ღალატი ხახნო მაგამაის ყორღანაშვილი კი არ უნდა იყოს გვარად რატო არ შეიძლება იყო მაგალითად სხვა გვარის ივანიშვილი ხო ერთი წუთით რა ეხა ყორღანაშვილსაც აბა გეკითხა ყორღანაშვილისთვის რა კაცი იყო თვალებს ამოუთხიდათ და გეტყოდათ ჩემზე მაგარი ქართველი არ არის არავინ თუ არის ბევრი არ არისო ხო და საქმეთი შევაფასოთ რა 9 წელი 7 წელია გასული თუ 8 წელია რაც ესენი ხელისუფლებაში არიან და რითიც მოვიდნენ რა მესიჯებით იმ მესიჯებით საუბრობენ ხალხო წარმოუდგენელია ეხლა რა ამათ გომარობა რა ხდება ქვეყანაში საც ხდება ხო წინა ხელისუფლება შევაძა შელაპარაკი მოგენატრა კრიზისი ხო კრიზისი შექმნილა წინა ხელისუფლების რამდენჯერაც გინდათ ხო მაგრამ პარალელურად ცხოვრება არ ჩერდებოდა ხალხო რაღაცა იხსნებოდა ფაბრიკა ქარხანა რაღაცა აქტივობები იყო, გამოდიოდა ერთ მინისტრი ჩაждდებოდა, სადაც ავიდოდა, ჩამოვიდოდა, გადაფრინდებოდა, ვიღაცა ვაშინგტონში ჩაერთდებოდა. არა, ხო, მაშინ და დააკვირდით რა ქართულ ოცნების, ასე ვთქვათ, რეალურ ანატომიურად, ეს მის სახის. ვერაფერს ვერ აკეთებენ, გაშეშტნენ. და აი ამ ჭაობში ეფლობიან. ელექტროავტომობილების ქარხანა რო გახსნა ქუთაისში, ელექტროავტომობილების ქარხანა რო გახსნა ქუთაისში. როდის? აი ამ დღეებში. ხო, თქვენსგან გავიგე. ხო, აი ამაზე ფიქრობთ, ეხა ეს გაუკეთოთ თუ არ გაუკეთოთ? არა, ეს გაუკეთეს ქართულ საზოგადოებას ამ დღეებში. ოპონენტს რა? ნიკა, მოდი მაინც გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. ხო, პროპორციულ ფაქტზე არ ქონდა, ხო, ძალიან არ უნდათ ეხა ბენზინა ივანიშვილის მოდით რა ეხა იმ ადამიანების დაღვრილი სისხლის დამსახურება, გახარია არა? დაღვრილი სისხლის დამსახურება 100%-ით. რომ არა და აი დაღვრილი სისტემის მიერ ხალხი არჩევნები ჩატარდეს დღეს. ხო, რა გაფრთხილება ჭირდა არავინ იფიქროს რომ თავი ქუჩი გვაქვს და ჩვენ გარანტირებული გვაქვს პროპორციული, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ეხა შულერობს და ცდილობს რომ იმ ასე თქვა ჩიხიდან რამენერად გამოვიდეს და ჩიხშია და ვერანაირად ვერ გამოდის იქიდან და ცდილობს იქნებ რაღაცნაირად გავსწორდე ჰიპოთეტურად აი წარმოუდგენია გასწორების შემთხვევაში მე კონტრშეტევაზე გადავიდე იმიტომ რომ პროპორციული ასე თქვა სისტემა საარჩევნო არის 100%-ით მარცხი ბიძინა ივანიშვილის არჩევნამდე თუ მივიდა გაიმშულერების ნაწილი ნულოვანი ვარიანტი არა ხალხო აი ნახეთ მარტივად ხო 0.7% ხა აი ბიძინა ივანიშვილის ძმაკაცმა აი ბიძინა ივანიშვილის ძმაკაცმა შექმნა პარტია და მოილაპარაკეს. ის ხმები საიდან უნდა მოიტანოს, თუნდაც ის 15,000. ქართული ოცნების პოტენციური ხმები უნდა წაიღოს, ხო? ანუ ქართულ ოცნებას უნდა წაართოს. ასევე, ეხლა ამ ქვეყანაში არ დაიმალება, არც დამალულა არასოდეს სატელიტი პარტიების, ასე ვთქვათ, არსებობა. ყველას ვიცნობთ, ხო, რა, როგორ შეიძლება ეხლა გაიყიდებიან და გავიგებთ ამ ყველაფერს და მიიღებენ 15,500-ს ვერ მიიღებენ. ნაციონალურ მოძრაობას დღეს რესურსი აქვს, რომ პირველ ადგილზე გავიდეს არჩევნებში, პროპორციულ არჩევნებში. იცით, ამ გადმოსახედიდან მე ახლა ვიწრო პარტიული ინტერესები არ მინდა საუბარი, ბუნებრივია, რომ იქ სადაც იქნება და მოტივირებული განახლებული
ნაციონალური მოძრაობა იქნება განახლებული ხალხი 7 წლის განმავლობაში ხა ჩვენ განახლებული არ არის რომ ნახევარი ნაციონალური მოძრაობა და ქართულ ოცნებაში არის მადლობა 2012 წელს ერთადერთი ძლიერი პლუსი რა იყო ხო ნაგავი გადაცალეთ ქართულ ოცნებაში მთელი ბალასტი წაიყვანეს იქით აი ეს დღევანდელი მდგომარეობით რაც არის ნაციონალური მოძრაობა ამას ეძახით განახლებას. დიახ, რა თქმა უნდა. ამ რესურსით აბა ზარდიაშვილიც აქეთ იყო. გავიგე ნიკა პირველ ადგილზე გასვლის რესურსი არის. იცი ამას ხალხი გადაწყვეტს. ოცნებას რომ მოვუგოთ ანუ ალბათ თავარი კონკურენტი ოცნება მაინც ხო? ოცნებას ეხა აი მე და შენ და ყველანი რომ მოუწოდოთ ჩვენ ხარდაჭერებს ქართულ ოცნებაში რომ წამოვიდგინოთ რომ მივიდეთ და უთხრათ რომ აი ხა ამიერიდან ვარ თქვენსკენ ვერაფერი მაგათ ვერ უშველეთ იმიტომ რომ ხალხმა ყველაფერი გაიგო ხალხ რაღაცა ოცნება არის აი რა გაიგო ხალხმა ნიკა რა არსებობს მოქალაქეთა კავშირი წარმოუდგენელია მაშინაც ეგონა ლევან მამალაძეს რომ იქნებოდა და სამარცხინოდ გამოიყურებოდნენ ხო სხვა რეალობაშია რა გაიგო ხალხმა და რისთვის არის ბიძინა ივანიშვილის games ინხელა ხრელი აქვს უკვე ვეღარ ამოივსება და იძირება. რა გაიგო ხალხმა და რა დასკვნა? რეალური სახე. დასკვნა რა არის? დასკვნა არის, რომ ბიძინა ივანიშვილის თითოეული დარჩენილი დღე ხელისუფლებაში არის სახე არა მარტო ჩემი ოჯახის კეთილდღეობის საწინააღმდეგო ანუ ჩვენ ოჯახების ხო არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ ასე თქვა ერთი გადადგმული ნაბიჯი. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენივად იცის ნიკა აი არავის არ ასე თქვა მომხნევება ამით ხახლა ერთ გიჟი კი არა მაგრამ ჯერ პროცესა იყო რა ეხლა 2014 წელს ოდესაც თბილისის მერობის კანდიდატი ვიყავი ტალღა იყო ისეთი რა ქალაქში დავდიოდი და მე ხვდებოდი რომ მცირე შანსი იყო გამარჯვების როცა დათო ნარმანია იყო ჩემი კონკურენტი ეხლა რო დადიოდი ეხლა ვეღარ დადიხარ მაგრამ რო დადიოდი ეხლა რა ხო გძნობდი 2014 ეხლა ასევე გძნობ 2019 წელს ხა საიდან მოვიდა ის 800000 ხო ყოფილი ქართული ოცნების ხმები წამოვიდა როგორ არჩევნებში ნიკა სადაც ძალიან ბევრს არაფერი აწყდებოდა ან მე ვარ ხარისხოვანი ეს იქამდე ასე თუ გააგრძელა ბიძინა ივანიშვილმა იქამდეც გაუჭირდება აი აბა ეს მითხარი და მოუწეს რიგარეში არჩევნები ჩატარება ყველა ვარიანტი ხა როგორც არ უნდა მოვიგე ხა მარცხნივ წავალ მარჯვნივ წავალ წინ წავალ ზევითავად ხვევიჩად არჩევნები ჩატარდება ამ ქვეყანაში ხო არჩევნები ჩატარდება შენ როგორ ფიქრობ არჩევნების ჩატარება არჩევნებამდე აგებს ბიძინა რა ეგრას ნიშნავს არჩევნებამდე აგებს არჩევნებამდე გაფანტა მთელი ის მორალური უპირატესობა რომელიც შესაძლებელია ჰქონდა და მოლოდინი ჰქონდა ეხლა არ მგონია არ ვარ ასეთი დაბალი წამოდვენის ხო მამაჩემზე მაგრამ 2012 წელს რომ მივიდა და შემოხაზა 51 ნომერი 2012 დაუძახოთ ბატონო შეიძლება მოვიდეს აი დაველაპარაკოთ აუცილებლად არ ვარ, ნიკა ბელმა უბრალოდ გულწრფელად დაიჯერა, რომ ის ციკლო დამთავრებული იყო და ახალი ხელისუფლება ახალ წარმატების ეტაპზე გადაიყვანდა თავისი პლუსებით ქვეყანას და მინუსები რაც ხონდა დარჩებოდა, ხო? ეს ხალხი დღეს არათუ აღარ უჩეს ქართულ ოცნებას ხარს. უმრავლესობა უჩეს ოპოზიციას. ამიტომ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულ ოცნებას რაიმე შანსია. არა მე გინდა ჩემი პროგნოზი და აბა მიდი აი რომ მოიკლას თავი ქართულმა ოცნებამ 30%-ზე მეც ვერ აიღებს 2000 ჩატარდა ეს მეტი თუ ნაკლები დამოკიდებული არის ჩვენ რესურსულები ხა პოლიტიკურ რესურსები ნიშნავს რომ ბევრი რამ სწორად უნდა ვაკეთოთ და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისათვის რომ ყველა პრაქტიკულად ვიცრები და რომ დარწმუნდეს იმაში რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა სხვა პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ნიშნავს არა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას არამედ ქვეყნის წარმატებას არა ალბათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებასაც ჩემთვის მაგალითად ფაქტორია ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარი ფაქტორია პირადად გავრილოვის სკამში ჩაждომა ზეკი არ გაგიჟდა ხალხი მარტო ხოლო ის რაღაცა კულმინაცია იყო, კულმინაციური იყო. ანუ ეს დაგროვებული ბრაზი, უსამართლობის განცდა, ეს ყველაფერი ეს ყობა აკუმულირდა ბატონი გავრილოვის იმ სავარძეში ჩაждომა და იფეთქა იმ ტალღამ, რომელმაც იფეთქა და ხა მე ვფიქრობ, რომ როგორც 2012 წელს მოდი თქვა ჩვენ წავაგეთ რა არჩევნები რა. ოცნებგი არ მოიგო.
ჩვენ წავაგეთ რა მნიშვნელობა რა როგორი ეხლა ცოცნება წავაგეთ ჩვენ ეხლა და პასუხი საჯარო მოხელე ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს ეხლა საჯარო მოხელე ვიყავი 2012 წელს და 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას მივეცი ხმა მიუხედავად იმისა რომ რაღაცები მართლა მაგრად არ მოწოდა მაგრამ შიგნით ვიყავი უცხოეთში და ვიცოდი რომ რა იყო ნათელი და რა იყო ბნელი რა იმედი მქონდა რომ ნათელი გაემარჯვება და საჯარო მოხელემ საკუთარი მშობლები რატომ ვერ დაიყოლია რომ ნაციონალურ მოძრაობას მიმეცახა ასევე იქნება 100,000-ობით ასე ვთქვათ საჯარო მოხელეების 100,000-ობით ოჯახის წევრი მოვა არჩევნებზე და მიცევს წინააღმდეგ ხმას იქამდე თუ მივიდა საერთოდ საქმე. ეგ მაინტერესებს საქმე თუ მივიდა რას ნიშნავს, მაგრამ ბატონო ანზორ 2012 წელს რატომ მიეცეთ ხმა ბიზნესმენს? მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შვილი სხვა პოზიციაზე იდგა და სხვა რამისთვის იბრძოდა საერთოდ. არა თუ მივეცი ხმა. თელჩემ 200 კაციან კოლექტივს მოუწოდებდი ყოველდღე კონფერენციაზე, დილის კონფერენციაზე. რომ აუცილებლად ოცნებას უნდა მივცეთ ხმა. ეს არის ერთადერთი ხსნა ჩვენი ქვეყნისა. ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთის მიერ გამოგზავნილი, რომელიც როგორი კატეგორია? არა, რა თქმა უნდა, ბევრჯერ კალმისტარი წავიდა. არც ხოდი კალმისტარი? და ერთი კვირით ადრე გამანთავისუფლეთ თანამშრომლები. უთხარი რომ სოფლებში რომ ჩაწერილი იყვნენ რაიონებში წადით და მიეცეთ რატომ ვიმუშავე. ყველაფერი რომ იცით რა არის, მე მაინც ექიმი ვარ და რა გულუბრელო ვარ, იმიტომ რომ მაინც ეს ინტელიგენცია, რომელიც არის, ლეჩკომინატში მუშაობდი მე 10 წლები. მე 4 მთავარ სამმართველოში ჭავჭავაძის ქუჩაზე და აი წამ პოეტები, მწერლები, მსახიობები, პაციენტები ყველა ჩემები და რომ ისინი დაინახეთ გადაწყვეტეთ რომ მეგობრობდი მაგათთან და რომ უჭირდათ 5,000 ლარი დაუნიშნა ივანიშვილმა მაგათ პენსია და ვიფიქრე მოისყიდა ეხლა ამ გადასახედად ხომ მოისყიდა რომ ხმა მიეცოთ სოფელ ატარა და კამპანიები ჩაატარებდა ყველაფერი და მე იმდენად ვიყავი დარწმუნებული და არასდროს არ დამავიწყდება ნიკას ყოველთვის უთქვია აი არჩევნების დღეს 8 საათზე აფდექი გავარდი 57 საშუალო სკოლაში ჩიტაძის ქუჩაზე მივეცი ხმა და უთხარი ნიკას დღეს დაგერხევათ ყველას მეთქი რაღაცები იმიტომ და მე ნიკამ მეორე დღეს დამსვედა და მითხრა მამა ამა იმას გააკეთებს ამას ან 5 თითი აიღო ერთადერთი კანაფის პლანტაციები არ უხსენებია დანარჩენი რაც მიხსენა ნიკამ ყველაფერი მოხდა აბსოლუტურად 2012 წელს რაც ქენით იმასთან დაკავშირებით დღეს რას ფიქრობთ დღეს ჩემი თავი მეზიზღება როგორ და ვამბობ რომ როგორ შეიძლებოდა აი ამხელა წლოვანების კაც ასე გულუფრილოდ დაეჯერებინა ამ ადამიანისთვის და შვილი წინააღმდეგ გავლაშქრებული იყავი. როგორ ფიქრობ, ბევრია თქვენნაირი საზოგადოებაში ახლა? როგორც თქვენ ამბობთ, თავი ეზიზღება ის გამო რაც ქნა. არა, ასეთები ბევრნი არიან ნამდვილად. ჩემ წრეში ექიმები არიან, იმიტომ რომ ექიმებს ერთხელ გამოხატავენ დღესაც, ნამდვილად გამოხატავენ. იმიტომ რომ მე ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ ბატონ ბიძინას უნდა შევხვდე და უთხრა, რატომ მომატყვილე ასე მწარად. რატომ მას მაგის მასაპირე? აი ამას იმიტომ რომ შულთან დამაპირისპირა. ყველაზე ძვირფასი მე ამ ქვეყნად რაც ამყავ ჩემი შვილებია. მაგრამ ეს თქვენი განწყობილება მიღეთ როგორც სწორი გეგონათ, მაგრამ აღმოჩნდა რომ არასწორი. ნიკასთან დაკავშირებით რაც მოხდა, ეხა იმას როგორ აფასებთ? აი ეს რო შემოვიდა თქვენს ოჯახში ახალი პერსონაჟი. სამარცხვინო. აი მე მერჩინა, აი ამას მერჩინა დაჭერა ნიკასიძე ციხეში ჩასმა. რატომ? აი გულახდილად გეუბნებით. ეს არის ადამიანის შეურაცხყოფა. აი თქვენი პირადი ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნიკა არც ქურდია,
არც ქრთამისტია, არც არაფერი, სამშობლოსთვის იბრძვის და სიმართლეს ამბობს. და ამის გაგება ივანიშვილს არ უნდა. თქვენ ოცნების დეპუტატებო გრცხვენოდეთ და თქვენს ქვემოთ მიწა უნდა იწვოდეს, როცა ნიკას მიეცით ხმა ნიკას დაჭერაზე. ჯაშს მე აბსოლუტურად არ ვიცნობდი და არც სიმპათიები გამომაჩნდა ქალბატონი ჯაშის მიმართ, მაგრამ ბევრ ვაჟკაცს აჯობა. კაგულია, რომანი კაგულიაზე მე რომ გითხრათ მეგობრობდი და კარგი ურთიერთობა მქონდა ურთიერთობა დედისთან გამომდინარე, იმიტომ რომ დედას ცემდა ვებერთელა პატივს. რამოდენიმე წელიწადი 5 თუ 10 დაყავდა, წინასწარ ეწერებოდა რიგში, მოდიოდა და რიგში იდგა და ქონდა მხოლოდ ურთიერთობა დედიდან გამომდინარე. არ მეგობრობდით აბსოლუტურად, როგორც სხვებთან, დეპუტატებთან, რომ ღამის 2 საათზე რომ დამირეკავდნენ და პუცი ამიჩქარდა და რა მივიღო და რაღაცები. ესენი ვინ იყვნენ? ოი, არ მინდა, არა მეცენ. ყველაზე მეტად გენერლისგან მეწყინა ყობალაძეზე. იმიტომ რომ მე ვიყავი შოთა კვირაიას კურნალი ექიმი და იმ პერიოდში როცა ყობალაძე დაიჭირეს და იყო მაგის ციხეში პირველი მეუთხარი ბატონ შოთას რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება, იმიტომ ყობალაძე არის ნამდვილი პატრიოტი, ნამდვილი ქართველი, ნამდვილი გენერალი და არ უნდა დაგეჭირათ ამისთვის. ხო, არ უნდა დაგეჭირათ და ბატონმა შოთა მითხრა, ჩემო ანზორ, კიდევ ერთხელ ამტკიცებო შენო, როგორი გულთბილი ადამიანი ხარო. და ყობაზე მითხრა 2 სიტყვით ყველაფერი და მაგასაც კურნალობდი და მაგის მამასაც და მაგი არ ახსენებს და პირველი მეგონა რომ ბატონი ყობა ნიკას არ გაიმეტებდა ციხისთვის და ძალიან მეწყინა და ეხლა დაწერა რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე ექიმთან ურთიერთობაო. ხო, მაგრამ ბატონ ყობა რა მინდა გითხრათ, იცით, თქვენ წარსულს გადახედეთ, თქვენს შემდგომ, ამის შემდეგ ბევრმა მითხრა რომ აი ამას რომ ამბობსო, თავის წარსულს გადახადოსო. მე ვიგზენ, მე არ ყოფილიყავ იმ წუთას დარბაზში და არ მეგზნო ის როგორ ძიმე ატმოსფერო იყო, იცით, აი ვეხებოდი, როგორც კარაქი ისეთი ატმოსფერო იყო რა და გძნობდი თითოეული სიტყვა რომელიც იქ ითქვა. ეხლა რაშუ არ შემილია ეს არ თქვა ჯაში ბატონი კაკულია, მე კი ჩემ წინააღმდეგ კი არა, მაგალითი მიცეს მომდენო დეპუტაციას როგორ უნდა დადგეს პოზიციაზე. მე დაწუნებული ვარ ხვალინდელი იმ წუთიდანვე რამე კი არ შეცვლა პოლიტიკურად ჩვენ კვლავ იქნებით მოწინააღმდეგეები, მაგრამ საკუთარი ღირსება რო დაიცვეს, მაგრამ მაგალითი საჩვენეს, აი სანდროს თაობას საჩვენეს მაგალითი, რომ ვერ ხდება ეხლა ახალგაზრდებს. სანდრო ვერ ხდება ვერაფერ. აი ერთ კვირაში სანდრო დავაშკაცდა. სანდრო სულ სხვა გახდა. სანდრო აბსოლუტურად კაცია უკვე და სასაულებია. მართლაც არ უნდოდა იქეთ დაახლოებით 15-20 ადამიანს არ უნდოდა რა ამ გადაწყვეტილების მიღება. ეხლა ვერავე, აი ნიკა რა მაიზულა. ვერ გაბედა და იქ არის ბატო, ეხლა
ვინ და ეხა ბატონ გეგიძესთან მე ეხა ჯაშ საერთოდ სალამიც არ მოყვა ერთმანეთისთვის გეგიძემაც არ მისცეს ხო ერთმანეთისთვის სალამიც არ გვაქვს ნათქვა ისე მოხდა რა აი ჯაში იყო ჩვენი ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილე და ურთიერთობა არ ჰქონია მე არ მქონდა როგორც კოლეგას ეხა სხვებთან სხვებზე გასხოვები ვერ გაუძლეს ხა ვერ გაუძლეს არ მოვთხოვოთ ყველას გმირობა რა არ მოვთხოვოთ არ დავმალავ რომ პირველად არ ხედავს ამ დროს ამიტომ ეხა ვერ დავიჯერე რომ მაგალითად ეხა ტაში მაქვს უამრავჯერ დაკრული ხო ეხა რაგბის აბუსერიძესთვის ეხა ვერ დავიჯერებ რომ ვერ ხდებოდა იმ დღეს რას ვარა ნუ ყაველაშვილი მაგალითად არათუ ხმამიცა ისეთები მითხრა იქ ხო თუ აი ღილაკის დაჭერა ვიღას ახსოვდა ხო და ელზარკვიციანი ეხა პოლიტიკური იდეოლოგია როგორ სხვა განსხვავებულ პლატფორმაზე ვარ ხო ხომ ადამიანები მაგრამ კაცო ადამიანში პერსონაჟს ცხოვრობს გარდა არასოდეს არ დაუვიწყებ ამას იმიტომ კი არა რომ მე არც ერთი და არც ორი ხმა არ გადაწყდებოდა ემზარის ის ხონდა იმედი იმიტომ რომ ემზარკვიციანი მე ვიცნობდი მაგას და ხონდა ურთიერთობა და მაგრამ ეხა მე ხო არავინ არ ვიცით კრიტიკულ ვითარებაში როგორ მოვიქცევით ხო არავინ არ ვიცით ეხა და სანამ განსაცდელი არ შეეჯახები ამ განსაცდელს არ იცი როგორ მოიქცევ ეხა ბევრი შესულა ციხეში მაგალითად ბაკიბუკით მაგრამ ციხეში თულია ვიღაცისთვის არ არის რთული ხალხია 7-8 წელიწადის ზის ისე 1000 ჯერ შეთავაზეს ხელი მოაწერეთ ეხა და საერთოდ არ ვიცნობდი მე მაგალითად ბაჩო ახალაიას ხო საერთოდ არ ვიცნობდი ხალხო ერთი წუთი აი არ ვიცნობდი ადამიანს და თავი ვალდებულა ჩათვალე პარლამენტის წევრ რომელსაც შესთვის უფლება აქვს ციხეში და მე პატიმრებს მოვინახული ხო და რა თქმა უნდა ეხა რაც მე იქ დავინახე ამ ადამიანში ეხა კარგით აბა ეხა არ მინდა სახელი და გვარი ვერანაირ მიხეილ ყაველაშვილი 7 წელიწადი იქ ვერ დაждდება და არც უნდა დაждდეს შენ რომ დამждარიყავი რა ვერ დაждდება ხო და ამიტომ ეხა არც იმ ქართული ოცნების ისე თქმა მინდა რამდენიმე დეპუტატმა არ იცოდა ასეთ ვითარებაში როგორ მოიქცეოდა იმ დროს შეუძლებელია წინასწარ იცოდე გეყოფა შენი სიმტკიცე ძლიერი პიროვნული ნიშნები თუ არ აგავს ამას ვერ გააკეთებ ქალბატონ ჯას ემზარკვიციანს ჩემო ბატონო არ ვიცი იქ ბატონი ერქვანია კიდე გეგიძეა ბატონი კაკული აღმოვაჩნდათ ეს უნარი აღმოვაჩნდა და ცოტა თავი ნიკა რა უნარი აი რას გაუკეთებდნენ რომ მიეცათ ხმა აი რა მოხდებოდა რას უზავდა მე გეწოდე ხა არ მინდა რა დავასახელო ვარ ვიცი ერთ-ერთი დეპუტატი როდესაც რეგისტრაცია გავიდა ხა რეგისტრაცია ხო გავიარეთ რეგისტრაციის გავლიდან კენჭის ხმა ჩატარდა საათ ნახევარში მანამდე იყო საუბარი უამრავ საკითხზე პროკურორის მოსვლით გავაკეთეთ სიტყვა მოვისმინეთ და აშენდით ხო გამოვიდა დარბაზიდან და არა მხოლოდ დარბაზიდან გამოსულა მე დავინახე რომ გავიდა დარბაზიდან შენობიდან გავიდა და შემოაბრუნეს ნუ არ მინდა დაურეკეს და უთხრეს ხალხო რომ კიდე არის რამდენიმე დეპუტატი ვინც განგებარ ორი დეპუტატია ვინც არ დაესწრო იმ კეჭის ხმას მიუხედავად იმისა რომ დაურეკეს მოდიოდა ეხლა ფიქრობენ რომ გავრიცხოთ6 ადამიანზეა საუბარი გაირცევ. არ ვიცი სხვადასხვანაირად არ დაიმალება ხო იცი ნიკა რა. კაი ნიკა ორი მე სხვა შეიძლება მე სხვა არ ქონდა ჩემი თავი გამოსწილი მიუხედავად იმისა რომ აღავნა განსაჯვრის ადამიანები 7-6 წელიწადი სხვადასხვა მე სხვა არ ვიცოდი როგორ მოვიქცეოდი შეიძლება გამწყდარიყავი მე ხო რთულია როდესაც შეიძლება გამწყდარიყავი ხო ამის თქვა მინდა არ ვიცოდი როგორ მოვიქცეოდი ხო მქონია ასე თქვა საკმარისი ძალა რომ თავი დამეკავებია ღირსეულად მაგალითად ხო მე ხო არ ვიცოდი ხა როგორ მე მაგალითად ხა სიმაღლის მეშე ვერტიგო ანუ რა სიმაღლის მეშე ხა 25 სართულიდან გადამოხედვა არ სიამოვნებს რა ნამდვილად რა ხო და რაღაცაერად აი არ ვიცი აი მომეღუწუნა პირიქით ეს ფიქრი რომ შემო ციხეში ვიყო აი მართლაც სასაცილო იყო ჩემთვის ამით წარმოდგენა და ეს ვერ გათვალა ალბათ ბიზნესში ეხა ეგონა რომ არ იქა მე ხა ან დავიბნეოდი ან ეხა საჩვენებლად უნდოდა ჩემს სიმაღლისგან გადახედვა მოგისაჯონ ამასობაში სიმაღლიდან გადახედვა 25 სართულიდან ბატონო ანზორნიკა ორი და ბოლო შეკითხვა და ვასრულებთ მოვლენების განვითარება მაინტერესებს როგორ უყურებთ პოლიტიკოსის
დანახული როგორია ეს სურათი და მოქალაქის დანახული როგორია ეს სურათი. ბატონო, თქვენი დავიწყოთ. როგორ უყურებთ მოვლენების განვითარებას? აი იმითი რომ იმსჯელოთ თქვენს ირგვლივ რა განწყობებია, რა ხდება და რას ამბობენ ადამიანები. აი ეს ამბები რაც მოხდა. ჩემი რა მიტინგის დარბევას და მანამდე გავრილოვის ნიკას გავრილოვის ღამის შემდეგ რაც მოხდა და ნიკას დაპატიმრება რომ უნდოდათ. ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა. გერმანიდან, იტალიდან, ამერიკიდან უცნობი ხალხი მესიჯების იმითი მირეკავდნენ და მადლობას მიხვდნენ ასეთი ვაჟკაცის შვილის გაზრდისათვის. შიში გაძლიერთ ხო სიხის მე რაღაცა მე მაგალითად პირველი მე და ჩემი მეუღლე გადავწყვიტეთ რომ რა მოხდა მთავარია ცოცხალი იყოს ნიკა იყოს სიხეს მაგრამ ძალიან ძნელი იყო მაგრამ შეგუებული ვიყავი რომ ნიკა იქნებოდა და ვეძებდი ჩემ ავანტოფებს შვილებს შვილიშვილებს ახლობლებს ვინც ციხებში მუშაობდა რომ თავის დროზე შემეგზავნა ნიკასთვის რაღაცა ერთადერთი რაც მადარდებდა ჩემი სანდრო იმიტომ რომ ამას სულ სხვა ურთიერთობა აქვს მამამისთან აბსოლუტურად და ამ ბავშვს რა უნდა უთხრა ყველაფერი მაგრამ გუშინდელი დღე პირველ სასამართლო პროცესთან შედარებით გაცილებით ძიმე იყო. არა, ის სასამართლო პროცესის საკაციაში მეგონა რომ სააპელაციოში მეგონა რომ ნიკას იქიდან აიყვანდნენ. იმიტომ რომ ძალიან განვიცადე და ძალიან გაოგნებული ვიყავი და ამ დროს როცა ეს სასამართლო პროცესი მიდიოდა მე ამ ტოპს ღებულობდი. და წარმოგიდგენიათ რომ როგორ დღეს უნდა ყოფილიყავი ტელევიზორი არ ჩამერთო ვიცოდი რაც ხდებოდა და ავადმყოფისთვის კარგი დანიშნულება მიმეცა ყველაფერი არ ჩართეთ ბოლო ტელევიზორი მე კი როცა გამოვედი და რაღაცები მთელი ჩემი კლინიკა იყო ვესტიბულში გამოფენილი 1-30 კაცი და ყველა უყურებდა საოცრად აი ამ გადაცემას თქვენსას რუსთავის. აი ხა მითხარით, ძალიან საინტერესო რაღაცებს ყვებით. თქვენ ინტერვიუ კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას? აი რა უნდა მოხდეს საქართველოში? ქართული ცნება დამთავრდა, ვინ უნდა შეცვალოს, რა უნდა მოხდეს? აი ხა ის დეპუტატები, რომლებიც არიან პარლამენტში. მაგათმა როგორ უნდა იცხოვრონ? როგორ უნდა შეხედონ თავიანთ მეუღლებს, თავიანთ მშობლებს, თავიანთ შვილებს. ხელახლა არჩევაზე აქვს ლაპარაკი, ცხოვრებას რო თავი დავანებოთ. ხელახლა არჩევანში არავინ ხმას მაგათ არ მისცემს. ესეთი განწყობაა? ესეთი განწყობა ნამდვილად. ეს არის რომლებსაც ხალხი შეარწყვენს თვითონ და ჩააფურთხებს სახეში, იმიტომ რომ სხვანაირად კაცი, დეპუტატი კოლეგას რომ გაიმეტებს ციხისთვის აი ეს არც ერთ კაცობაში არ შედის ფარგლებში არ შეცხომ დამიჯერებთ რა ანუ პროგნოზი ცუდია მოკლედ ქართული ოცნების მიმართულებით უნდა უთხრათ ბატონ ბიძინა 2012 წელს ხომ გიჭერდით ხარს ზუგდიდში ჩავიდა მეთქი და გავიქეცი ზუგდიდში როგორ შეიძლება ზუგდიდელმა ბიძინა ჩადის ზუგდიდში და მიტინგს მართავს და იქ არ უნდა ვიყო და დავიმალე და ხის უკან დავდექი და თავს იმ მოედანზე უყურებდი და გადამიღეს და სამ ჩამოვიდოდი ნიკას ეს სურათი ქონდა და მე ხო ტელევიზორში და მე უთხარი რომ ნიკა მე ვალდებული ვიყავი მე მჯერ ამ კაცის ყველაფერი რატომ დამინგრიე ყველაფერი და რატომ მომატყვილი ასე მწარეთ რატომ დამაპირისპირეთ ჩემ საკუთარ შვილთან
რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და ვაფასებ რატომ ოჯახში რატომ ომი მოგვიწყვე ამის თაობაზე და რატომ არ გაამართლე ეს რითი ვერ გაძეხი რითი ფშოულობ ამ ფულს და ეს ყველაფერი უკვე გასაგებია და ცუდი კაცია ივანიშვილი აი ძალიან ცუდია ძალიან ცუდი მე ძალიან არ მიყვარს თქვენი პოზიცია მაინტერესებს ვისაც გიყვარს მე ასოც არ ყვარებია და თქვენ გიყვარდათ რაღაც ეს არის არ მიყვარს მომატყულა და ეს არის გაიძვერა კაცი რომელმაც მთელი ინტელიგენცია იყიდა ჩემისთანა სულელები დააბრმავა და მაგის ერთგული გავხადა 2012 წელს სად არის რეზო ამაშუკელი ბატონ ნიკა მინდა ბატონ რეზო თქვენ ტელეფონი ამოვშალე მე ჩემი ტელეფონების სიიდან როდესაც ერთ ამბავში იყავი და საქართველოს სიყვარულით არ ვიცოდი რას აკეთებდით ეხლა ყველაფერი მოგწონთ თქვენ ბატონი ბიძინასი თუ ის 5000 ლარი რასაც თქვენ იღებდით 20 წლის განმავლობაში ან როცა თქვენი ქალიშვილი უმშევარი იყო და მოგიწყოთ სამსახურში სიძეები ქალიშვილები ამი გააკეთებს მაგას და რა ეგ არ იმუშავებს მისასარგებლოდ არჩევს არ იმუშავ აი ასეთები ერთეული არიან ძალიან ჯიუტები ვარ ძალიან ჯიუტებია 10 შვილი კი ძალიან ეს კურსია 10 შვილი რო ყოლოდა ეხლა ვერ გადავათქვევიებდი რა მამას თაობის ეხლა უამრავი ადამიანი მამას მეგობარი კოლეგა მეც ხო ვიცი ეხლა რა პოზიცია ქონდა და რა პოზიცია აქვს გამთავრებოდ მოვსვავთ აი ეს არის ჩვენ სანდრო ეთერში რეზინას ღეჭავდა ვაიმე ჩვენ ინტელექტუალური შესაძლოა პროგნოზები კითხო კომენტატორები ხო არა ვართ ეხლა პროგნოზის ქალბატონ ლელა კაკულიას ხო არ ჩავეწილები თავის პროფესორის შესაძლებლობებში მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ მეტის მგონია უადგილოა ამაზე საუბარი ხახტო ბიზნეს ივანიშვილი დარჩება მართლისადავებთ თუ არა გამორიცხულია ნულოვანია ამისასი გამორიცხული არის რაზეც გამოცე ყველა წინამორბედია ბიზნეს ივანიშვილი საზოგადოებაში საღმა აზმა გაიმარჯვა ხახტო გულახდილად ჰქონდათ რა მოლოდინი რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაც იყო კარგი და პოზიტიური ის დარჩებოდა და რაც იყო მანკიერი და არ მოწონდათ ის აღმოიფხმებოდა და პირიქით მოხდა ხო ხა ბანალური ამაზე საუბარი რა დროს ბიზნესა თავარი აღშფოთება მაინც მოყვა რუსეთის გადაგებულები ხო მაინც იმუშავა ყველა კატალიზატორის რა თქმა უნდა კატალიზატორის როლი შეასრულა მაგრამ ხახტო ეხა გუბასანიკიძეს უყურს ხშირად თქვა მაცივარი ამარცხებს ტელევიზორს ხახტო ეხა მარტო პატრიოტი ერთი მაცივარი ეხა ხალხს არ აქვს ელემენტარული შესაძლებლობა ასე მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაადგილების შესაძლებლობა აღარ აქვს და გაჭირვებული იყო წინა ხელისუფლებისთვის მაგრამ დღეს გაღატაკდა ღარიბი იყო და უპოვარი გახდა და უიმედო გახდა ხო და რა დროს ეხა იმის იმაზე საუბარი ჩემი საზრით არის დროის ფუჭად კარგვა რომ ბიზნესში დარჩებთან არის მე მაქვს მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი დამთავრებული 66-დან 72 წლებში ვსწავლობდი მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში 22 ქართველი მოვეწრეთ და მხოლოდ 7-მა დავამთავრეთ დანარჩენები გარიცხეთ ძალიან უმაღლეს დონეზე იყო სწავლება და სულ ვამბობდი რომ მოსკოვი ჩემი მეორე სამშობლოა ჩემი საყვარელი სამშობლოა და ყველაფერი 2008 წლის შემდეგ ვერ ვიტან აბსოლუტურად და ამ ოკუპაციების შემდგომ აი ეს რაც გადმოდის საზღვარი და რაღაცები თოთავი ოკუპაციის შემდეგ მე პრორუსული ადამიანი რომელიც გიждდებოდი რუსეთზე დღეს აბსოლუტურად რუსეთის წინააღმდეგი ვარ მე მინდა ევროპა მე მინდა როდესაც ნახე რომ
კონგრესებზე დავდივართ კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიურში და ყოველწლიურად და ნახეთ რა დონეა ევროპაში და მე რუსეთში რუსეთში დაბრუნება არ მინდა ივანიშვილი გვეკაჩება რუსეთისკენ და ყველაფერი მიდის და იმ ხალხს უნდა უთხრა ჩემ კოლეგებსაც რამ დაგარბმა რაღაც ამ ნაცეში მამამ ბაბათი რო გაწყვეტი მართლაც რამეზე თუ არა გქონდეს სანერვიულო ამაზე აღარა გქონდეს სანერვიულო რა საღი აზრის ტესტი იყო ბოლოს 20 ივნისს და ჩვენ ყველა ერმა ჩააბარა ეს ტესტი ყოველთვის მოიძებნებიან ასეონებზე ჩააბარებს აი არ მკითხოს რატო მე მეთეჯი გამორიცხულია ხალხო ეხლა როგორც მე აღარ ამომივა როგორც მე და მამას აღარ ამოგვივა თმები თავზე ისე აღარ ეშველება ქართულობაზე დავამთავროთ ამ ვისთვის მაჟორულ, ვისთვის მინორულ, მოკლედ ვიყავით სტუმრად მელიებში, რომლებიც ჩვენთან ვერ მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ მოვედით მათთან და აბსოლუტური კონსენსუსია განსხვავებით 2012 წლისგან, სადაც ივანიშვილის მიმართ ძალიან დიდი სენტიმენტები იყო ბატონი ანზორის მიმართულებით, ნიკას პირიქით, დღეს სრული კონსენსუსია მე მგონი პატარა სანდროს განესებიან კლინიკაში. პატარა სანდროს რატო დაგესებიან ხო ამ არ არიან მისი მომხრეები კლინიკაში თავრობა რაღაცებს მონოძებნიან. სანდროს შარფოკლეთ სრული კონსენსუსია რომ ივანიშვილი ბოროტებაა და ის უნდა წავიდეს, თუმცა არა მხოლოდ სურვილი, არამედ ჯერათ რომ როგორც ნიკას და ბატონ ანზორს არ ამოუგმა თავზე ისე შეუძლებელია რომ ივანიშვილმა კვლავ მოიპოვოს ხელისუფლება.